სტრასბურგის სასამართლომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საიას საჩივრის განხილვა დაიწყო. რამდენად იყო უზრუნველყოფილი ელექტრონული ტექნოლოგიებით ჩატარებულ უბნებზე თავისუფალი არჩევნების უფლება და დაირღვა თუ არა ფარული კენჭისყრის პრინციპი. ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს. შუფუტინსკის სიმღერების გამო დაწყებულ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულ პოლიციელს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებსა და კიდევ ორ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით 4,000 ლარიანი გირაო შეუფარდეს. ინფოიმერეთის ცნობით სასამართლო პროცესზე პატიმრობა არც პროკურატურას მოუთხოვია. ტროტუარზე დგომის გამო მოსამართლე დავით მაკარაძემ ადმინისტრაციულ პატიმრობაში დღეს უკვე მეოთხე მოქალაქე გაუშვა. ლუკა ნაგლიაშვილსა და მიხეილ ზაქარეიშვილს 5 დღით პატიმრობა შეეფარდა. იგივე საქმეზე 4 დღით გაუშვეს იზოლატორებში სანდრო მეგრელიშვილი და დიმიტრი ჯამბურიაც. ოცნებას არ სურს რუსეთთან კავშირების გაწყვეტა გარე ძალების საამებლად ამბობს ზახაროვა და ოცნებას ეროვნული ინტერესების დაცვისთვის აქებს. კრემლის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესპიკერის თქმით, ამჟამად თბილისთან პოლიტიკური დიალოგის განახლებისთვის არანაირი წინაპირობა არ არსებობს. თუმცა ეკონომიკური ტენდენციები დადებითია და მოსკოვი საქართველოსთან პრაგმატული ურთიერთობების დამყარებას ცდილობს.